დილამშვიდობის მეგობრებო, როგორ ხართ, რა შვებით? ხო ხართ კარგად? მე სახლში ვარ, როგორც ხედავთ, არ წავსულ ვარ სამსახურში. სახლში ვართ მოკლედ დღევანდელ დღეს და მოულოდნელად დილით. არც ისე დილით, მაგრამ შედარებით დილით მარიკოს დაიწყო პირღებინება. ხაწასულია მკობა რომ მოუტანოს წამლები. პირღებინების საწინააღმდეგო, რომელიც სხვათა შორის ადრე დავალევინე და აი რა ვიცი, ერთი რომ დავალევინე უკვე შეუჩერა, აი ძალიან კაი წამალია, ძალიან. ჩემო ბიძაშვილო მითხრა იქ წამალი და რა ვიცი 10-დან მოიცეთ კარგად გაჩვენოთ, როგორ ის არის საყვარელი შეფუთვა აქვს. უკეთ 10-დან 10-ია იქ ჩვენი წამალი. საერთოდ არაფერი არ ჭამია, ხო წყალს სვამს და ეს წამალი მაგ მხრივ არის კარგი, რომ ბევრად მალე უგვარებს ამ ღებინების შეგრძნებებს უხსნის და იქნებ რამენაირად მიირთვას, რაღაცა დავაბარე რაებიც უყვარს მარიამს, რომ რაღაც მაინც მიირთვას. სუკაცეულო. вообще ცივია. ავი ამ დროს ბოლიას დიოდა და ვურთქლი. არეული ვარ ძალიან, თეთრში თავსი აქვს. ავიგზავნე აქ არ მემიდია. საკმაოდ დიდია და გუშინ სახლში როგორ ამოვედი არ ვიცი. მარიკოს გამოვარა მამამისმა და ცოტა ადრე წაიყვანა სახლში. მე რა თქმა უნდა ჩემ დროში გამოვედი. ჩემთან ბედად შემხვდა გზაში ჩემი მეზობელი. იმან გაიხაროს მათრია ხელით სახლამდე ფაქტობრივად. ძალიან ბევრი ვიცინე, სხვათა შორის გზაზე მიცურდებოდა ფეხი ხან ლამის იქ წავიპლეყო, ხან წამოვიპლეყო. მე რაღაცების ყიდვა მინდოდა და რაღა იქით გახვიდე, მოდი მაგნიტში შევიდეთო. ვინც იტყვის რომ მაგნიტი არის ხალხო დაბალფასიანი, რა აი არ ვიცი, ჩემთან აღარ თქვათ. თუ უნდა გავაკეთოთ არჩევანი მაგნიტსა და ორნაბიჯს შორის, აი მართლა ვერ შევადარებ, ბევრად დაბალი ფასია ორნაბიჯი. რაღაცა მაგნიტი ბევრად ისეთი მეგონა, რაღაცა დაბალფასიანი. ძალიან დიდი ხანი არ ყოფილა რომ არ მოგატყუოთ, იმიტომ რომ ხა მე სადაც მოდივარ იმ ადგილებში არ არის მაგნიტი და ცოტა ჩიხშია და იქ ყოველთვის მეზარებოდა, რა თქმა უნდა. შესაბამისად აი მართლა რა ვიცი. მილიონი წელია, მეგონი, ვაიმე ხალხო, როდის ვიყავი ბოლოს იცით? კოვიდი რო იყო. მაგის მერე მაგნიტში არ შევსვლა. გამახსენდა. კოვიდი რო იყო, მაშინ ვიყავით, მაგის მერე არ ყოფილვარ. ამდენი დრო გავიდა, ხო? ხო და რავი. ესე იგი კვერცხმა დამშო კადედას გეფიცებით ისეთი ძვირი ღირს მაგნიტში კვერცხი. 6 და რაღაც ღირდა, რაც ფაქტობრივად დაახლოებით მსგავსი ორნაბიჯი ღირს 4 და რაღაც. რა ვიცი, განსხვავება ჩემთვის არის, ხა ვიღაცისთვის შევა არ არის, მაგრამ ჩემთვის ნამდვილად არის. ხო და ვაიმე ძლივს ამომათრია, მოკლედ სალომძლის ამომიტანა სახლამდე, ამ კიბეებზე მოყინა, ამ კიბეებზე, ვაიმე, აი დედას გეფიცებით, მან ბავშვით
ამოსვლა უბრალოდ შეუძლებელია. ამიტომ არ მინდა თოვლი და არა იმიტომ რომ თოვლი არ მიყვარს, უბრალოდ არ მინდა, იმიტომ ვერ ჩავდივარ, ვერ ამოვდივარ და რა ვიცი. ძალიან ბევრი კი ვიცინეთ გზაში, ძალიან ბევრი. ცოტა უხასიათოდ გვარ ვერ მოგატყუებთ. არის ამის გამო ხასიათი წამიხდა და არა მხოლოდ მარიამის გამო. თითქოს სრული ქაოსი მაქვს თავში და თან არ მაქვს და თან თითქოს დაალაგებული მაქვს თავში ყველაფერი და თან არეული მაქვს, ანუ ერთად მაქვს. ამ ყველაფერს დაერთო ის, რომ მონეტიზაციას კიდე პრობლემა შეექმნა, გააწითლა მეუბნება თავიდან დადასტურებას. ვინც გამიკეთა, ანუ ანა, ეხა ის აქ არ არის, ვერ გამოვაკაიხანი, მაგრამ 23-ში უნდა ჩამრიცხო და $125 ვერ ჩამერიცხება, იმიტომ რომ მაგ დრომდე ვერ გამოვა, იმიტომ რომ და თავიდან დადასტურება მე არ ვიცი როგორ უნდა გავაკეთო. და მოკეთ ისევ მონეტიზაციაში შეექმნა პრობლემა. ანუ ძალიან ხშირად კითხავსო თავიდან დადასტურებას. ხო და აი ისევ არ იმ რაღაცებთან ერთად კიდე ეს რომ დამემატა ცოტა ემოციურად შევირყიე რაღაცეებში. ცოტა ის მაქვს იმით გაცრუების მომენტი მაქვს რაღაცნაირად, დეტალებში არ შევალ, მაგრამ მგონი არც არის აუცილებელი. თქო ხო იცით, მე ძალიან დეტალებში არ მიყვარს შესვლა. რაღაცა იმით გაცრუებული ვარ, ძალიან გულნატკენი ვარ. რაღაცებში ისე გამიცრუდა იმედი, რომ და ვიღაცეებში შეგრძნება მაქვს, რომ მარტო ვარ, თქო ეგეთი შეგრძნება მაქვს, ანუ ისე გამიცრუდა იმედი, რომ აი ეს რაღაცა ეგ შეგრძნება დამეუფლა უცებ, რომ სამყაროში მარტო ხარ და ეხეთ ქები კედლებს დაახლოებით. მიუხედავად იმისა, რომ მარტო არ ვარ. ხა ეს ზუსტად ვიცი ახლა, რომ ძალიან მალე გამივლის ეს შეგრძნება, მაგრამ ნუ დამეუფლა ყოველ შემთხვევაში. რაღაცნაირად თითქოს იმდენად მეტად ვამყარებდი გარკვეულ ადამიანებზე იმედებს, რომ რაღაცნაირად ხო რა, გამიცრუდა ძალიან. ალბათ ისეთი ადამიანები აღმოჩნდნენ, ვისთანაც მე ალბათ საერთო ენას დიდად ვერ პოულობ ალბათ. და ეს არ არის მხოლოდ იმ ვიღაცა კონკრეტული ადამიანის თუ ადამიანების ბრალი, ალბათ ჩემი ბრალიც არის, იმიტომ რომ ვარ ხისტი ვარ, ემოციური ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი შემიძლია ავიტანო და რაღაცები მოვითმინო, მერე ისე ამომასხავს, რომ მტრისას, ანუ თუ ამომასხა, იქ დამთავრებულია, რა ვიცი, რამდენი რამ ვერ აგიხსნით. ძალიან ბევრი რამეა მერე დამთავრებული. შეიძლება მერე რაღაცნაირად მოვიდე მაგ იმაზე და რაღაცები გავატარო, რაღაცებს აღარ მოვუსმინო, ხვდებით, მაგრამ ეს ტკენა და ეს გაცრუება მრჩება და მერე რაც არ უნდა ისე ვიყო, მაინც კეთილგანწყობილად და ცხოვრება გრძელდებათი, ხო? ეს იმედ გაცრუება და ეს ისე მჭამს შიგნიდან, რომ სადღაც მაინც ფეთქავს ხოლმე რა და რაღაცნაირად ვერ ვივიწყებ მერე მაგ რაღაცებს და ისე ვარ. ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, რომ სად დაუშვი შეცდომა, სად. მერე ზუსტად ხვდები ხოლმე, სადაც დაუშვი შეცდომა. მაგრამ ვეღარ ვაბრუნებ იმ დროს, ბუნებრივია და ვეღარ დავაბრუნებ იმ დროს. მერე ვფიქრობ, რომ ადამიანები თუ იმსახურებდნენ შანსს და მერე ვფიქრობ, რომ ალბათ არ იმსახურებდნენ, იმიტომ რომ ბევრჯერ რომ შანსს დაკარგავს ადამიანები, გამოდის, რომ არ იმსახურებდნენ, ეგრე გამოდის, ხო?
ანუ ერთხელ რომ დაკარგავ, ორჯერ დაკარგავ, შან სამჯერ რომ დაკარგავ, საერთოდ იმ ადამიანის ძალიან დიდი დანაშაულია, ვინც შეეგაძლევს ამდენი შანსს და არა შენი, იმიტომ რომ შენ ერთხელ დაკარგული გაქვს და უკვე ჩვეულებრივ ამბავში ხარ, ანუ კარგავ და კარგავ. იმის ბრალია ვინც ამ შემთხვევაში ჩემი, ხო? მერე თან გაქვს ადამიანის შეგრძნება, რომ არ გემეტება ადამიანები, ვისთანაც ძალიან ბევრი დრო გაქვს გატარებული, ძალიან ბევრი კარგი გინახავს იმ ბევრ რაღაცასთან ერთად, აღარ გემეტება საბოლოო ჯამში სურათი გაქვს ისეთი, რომ რაღაცეთ აღარ გემეტება, რომ ჰოპ და თითქოს აღარც იყოფილან, არც ადრე, არც აწმყოში, საერთოდ არ ყოფილან ეს ადამიანები შენს ცხოვრებაში ისე გაუშვა შენი გონებიდან. აი რა უნდა ქნა ამ დროს ადამიანმა, თუ არც გასაშვებად გემეტება ადამიანები და ვერც შენს გულში, გონებაში დარჩენის იმას ვეღარ ხედავ. კარგი დარჩნენ ფიქრობ და მაგრამ ვერ რა, ერთი დღე, ორი დღე, ორი კვირა სტაბილურობა და მერე ისევ იმედგაცრუებები იჩენს თავს, მერე ისევ რაღაცა ტკივილები იჩენს თავს, მერე ისევ რაღაცა წყენები იჩენს თავს, მერე ისევ რაღაცა კამათები იჩენს თავს და საბოლოო ჯამში რა გამოდის, რომ ისევ შენ თავს ტანჯავ შანსებით. რამდენად აღიქვამენ ის ადამიანები, რომ შენ შანსს აძლევ, ეგ არ ვიცი. მგონია, რომ ვერც აღიქვამენ. რომ ეს შენი მხრიდან რაღაც შანსია, ანუ აი ჩვეულებრივ ამბად აღიქვამენ, არც ეგ არ ვიცი. მაგრამ იმედგაცრუებული რო ვარ, ეგ ნამდვილად ვიცი და ძალიან კარგად ვიაზრებ, რომ ეგ უშუალოდ ჩემი ბრალია. არავის არასდროს არ უნდა მისცეთ შანსი, იმიტომ რომ თითქოს უნდა მისცე, ვეთანხმები ამ რაღაცას და გააჩნია რაში უნდა მისცე შანსი, ეგეც არის. მაგრამ თუ ამდენჯერ კარგავს აზრი, ანუ არ უნდა მისცე? რაღაცნაირად ვარ, ძალიან მაგული ნატკენი, რაღაცნაირად ისე ვარ. მაინც ვფიქრობ, რომ ერთხელ რომ ნახე, სანამ ერთხელ ძალიან გეტკინება ეს ადამიანები, ხო? ვინც არ უნდა იყოს, არ აქვს მნიშვნელობა. მეგობარი, მეზობელი, ნათესავი, სულიერი და სულიერი ძმა, თუ ვინც არ უნდა იყოს. ერთხელ სანამ გეტკინება, ძალიან იქამდე ძალიან ბევრჯერ გტკივა. ეს ერთხელ კი არ გტკივა. ძალიან ბევრჯერ გეტკინა და ერთხელ ძალიან გეტკინა. თორე ეს კი არ არის ერთხელ მეტკინა და მეტკინა, არა. მეტკინამა და ბევრი ტკენებია და მერე ძალიან გტკივა. ამიტომ არის, რომ გვიჭირს მერე მივცეთ ადამიანებს მეორე შანსი, ამიტომ არის, რომ რაღაცები გვიჭირს, რაღაცები ორმაგადო გვტკივა, ამიტომ გვტკივა, რომ იმ ერთხელ ტკენის მიღმა ბევრი ტკენაა. და მერე რაღაცა ჩიხში ხარა. დარწმუნებული ვარ ხა იმ კონკრეტულ ადამიანებს რომ ვკითხოთ, ჩემგანაც ბევრი ტკენიათ. და ალბათ ბევრი შანსიც მომცეს. ანუ, რავი, ალბათ ეგრეა, ხო? რეალობა არის ის, რომ ყველას ჩვენი სიმართლე გვაქვს, ნახე, ყველას. მე სხვა ადამიანებისთვის იმედი გამიცრუდა რაღაცნაირად, ყველას ჩვენი სიმართლე გვაქვს. ყველა ადამიანში დევს სიმართლის მარცვალი. მე რომ მომისმინო, დეტალებში შევიდე, აბსოლუტურად ჩემ ხარეს იქნებით. გარკვეულ ადამიანებს რომ მოусმინოთ, ვისგანაც მე მტკენია ცხოვრების მანძილზე, იტყვით რომ აუ ეს ყოფილა კაცო, კი შეხარ მართალი და ასეა, ასე ხდება, იმიტომ რომ ყველას ჩვენი სიმართლე გვაქვს, ყველას და ამ სიმართლეში ვართ მართალი. მეც ის სხვა ადამიანებიც. რაღაცნაირად ეგრე ხდება რა, ხო?
არ ვიცი ნახე. ხალ ფიქრობ, რომ იქნებ მე ვითხოვ ადამიანებისგან ბევრს. იმიტომ რომ მე გავცემ ბევრს და ამიტომ ვითხოვ. თუ ბევრს არ გავცემ და უბრალოდ მე ბევრს ვითხოვ, რომ მე ჩამეხუტეთ, მე ვარ ცენტრი და რაღაც. პირობითად საუბრობ ხალხო, რა თქმა უნდა. იქნებ მე ვითხოვ იმაზე მეც, ვიდრე შეუძლია იმ კონკრეტულ ადამიანს იქნება ასია. ნახე, ძალიან ბევრ რამეს ითხოვენ ადამიანები და მithქვამს, რომ აი რაც არ შეუძლია, რას თხოვ, ხო? ეს ფინანსურ ხარჯს არ ეხება ხალხო, ой, ფინანსები არა. საერთოდ ვიძახი, რატო თხოვ იმაზე მეც იმას არ შეუძლია, ეს ვერ შეძლებს. მე იცით რამდენჯერ მithქვამს გარკვეული ადამიანებისაც, რომ კარგი, ხა ამაზე მეც რას თხოვ, გეხვეწები, რაც შეუძლია აკეთებს. ემოციურად ისე, ასე. იქნებ მეც მაგ მდგომარეობაში ვარ და ამაზე მეტი არ შეუძლიათ იმ ადამიანებს, ვისგანაც მე თითქოს ალბათ ბევრს ვითხოვ. ალბათ, არ ვიცი. დაუშვათ ვითხოვ ბევრს. და ამ შემთხვევაში რას ვშვრებით? აღარ ვითხოვთ არაფერს? აღარ გვინდა არაფერი? მიყვებით დინებას? ანუ რა ხდება ამ დროს? რას ვშვრებით? როგორ ვაგრძელებთ იმ ადამიანებთან ურთიერთობას, ვინც ჩვენთვის ღირებულია, ბუნებრივია, ეხლა ვიღაცა ღირსებზე და ადამიანები, რომლებიც ჩვენთვის არაფერს ნიშნავენ, ეხლა რო არ დაუჩნდებით ამდენს, არ ვილაპარაკებთ, რა თქმა უნდა, ხო, თქვა ამას. ანუ ჩვენთვის არიან ღირებული ადამიანები, ხო? ყველა ვარიანტში გტკივა და გაწუხებს, ეს ღირებულია, სხვა შემთხვევაში ამდენს არ ინერვულება არავისზე. არც იმაზე, რომ იმედი გაგიცრუდა, იმიტომ რომ ვიღაცაზე ამდენ რამეს არ დაამყარებ, ხო? ეხლა ვიღაცა შატაპუტა რო იყოს, რაში მაინტერესებს და რაში მიდარდება, ზوار მიდარდებ. ამდენს შეება რაღაცა განვიცადო, მაგრამ ამდენს ხო ფიზიკოდ არ იდარდებ ხო ადამიანი. ეს იმას ნიშნავს, რომ შენთვის ის ადამიანები ღირებულები არიან და თან შიგნიდან ძალიან უფრთხილდები და თან რაღაცები ძალიან უკვე აიქ არის რა. თან ვერ უშვებ ამ ადამიანებს და თან ვერც ერთადაც ვერ. თითქოს ვცდილობ მერე უკან ვარდები და რამდენი წყენა და ტკენა რჩება, ხო? და მერე ფიქრობ, რომ აღარ მინდა, ვეღარ უძლებ, ხო, ამდენ რამეს და იმდენჯერ გამიცრუდა უკვე იმედი, რომ რაღაცნაირად გინდა მერე, რომ შენთვის დაჯდე სითბოში, კუთხეში და გეძინოს და არ გინდა არავინ საერთოდ. არავის ხმის გაგონება, არავის გამარჯობა, არავის როგორ ხარ, არავის არაფერი გინდა შენთვის. რომ აი ეს დაღლა აინაზღაურო, რომ ენერგია მოგემატოს, იქნებ ძილში გამოგიყვანოს მდგომარეობიდან ისევ შენმა თავმა. იქნებ ამ ძილიდან გამოფხიზლდე და სხვა რეალობა დაგხვდეს, არაფერი არ დაგხვდება სხვა. იგივე დაგხვდება, უბრალოდ ცოტა დასვენებულ გონებაზე ბევრად სხვანაირად ფიქრობს და მუშაობს ადამიანის გონება. რაღაცა ყუთში იჯდე შენთვის წარმოიდგინო და იყო შენთვის, სხვა არაფერი არ გინდა. და რა შეიძლება? არ ვიცი, რა შეიძლება? მე ანალიზებ, რამდენი წინახობები გქონია ამ ადამიანების გამო. ძალიან რთულია, როცა ენდობი ადამიანებს და იმეც გიცრუებენ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ ამ ადამიანებსაც, რომ კითხო, ალბათ მეც ბევრჯერ გავუცრუე მათ იმედი. იმიტომ რომ მათი გადმოსახედიდან ის სიმართლე არის სიმართლე, ჩემი გადმოსახედიდან ეს სიმართლეა სიმართლე. თითქოს რა გიშლით ადამიანებს ხელს, რომ
ძალიან კარგად გქონდეთ ჯანსაღი ურთიერთობები. ამ დროს რატო ხდება, რომ ვერ ქაოსია, ვერ ერთხელ დალაგდი ორჯერ აირიე, ერთხელ დალაგდი ორჯერ აირიე, ცადე ნაბიჯების გადადგმა ურთიერთობაში, გაამართლა, მერე ისევ უკან დაიხიე, ვინც გინდა ის იყოს. რამდენი ადამიანია დედასთან აქვს პრობლემები, დედმამიშვილთან აქვს პრობლემები, მეგობრებთან აქვს, ქმრებთან აქვს, ნათესავებში აქვს, მეზობლებში აქვს, ხო, ყველასთან შეიძლება რაღაცა გქონდეს. იმედგაცრუება, პრობლემა, წყენა, ტკენა, ყველაფერი. და აანალიზებ, რომ ვერაფერს ვერ შველი ამ მდგომარეობას, ანუ შენ ადამიანი, რომელიც სხვას უზიხარ და ცდილობ ანუ გეშო და ცდილობ აი ეს კუთხე დაანახო, შენ თვითონ დგები ამ პრობლემის წინაშე და ვერც ერთ კუთხეს ვეღარ ხედავ. ამიტომ არის, რომ სხვისი რაღაცები ბევრად მარტივია სალაპარაკოდ, თუნდაც რჩევის მიცემის კუთხით, ყველაფერი ბევრად მარტივია და შენ რო დგები ამ ყველაფრის პირისპირ, მანდ რაღაც ვეღარ არის.